რა გავლენას ახდენს ქვეყანაში მიმდინარე პროცესები ბიზნესსა და ეკონომიკაზე. ბოლო პერიოდში განხილვის თემა ბიზნესის მიმართ მოწოდებები გაფიცვასთან დაკავშირებით. მაშინ, როდესაც ხელახალი არჩევნების ჩატარების მოთხოვნას და დაკავებულების გათავისუფლებას 1000-ზე მეტი კომპანია უკვე შეუერთდა, სამოქალაქო აქტივისტები და ოპოზიცია კერძო სექტორს დამატებითი ქმედებებისკენ მოუწოდებენ. პროტესტში აქტიური ჩართულობისკენ მოწოდებები ისმის ბანკების მისამართითაც. ბიზნესის როლი მიმდინარე პროცესებში და შესაძლო ეკონომიკური რისკები. შალვა სუმბაძე მუშაობდა თემაზე, რომელიც ახლა პირდაპირ ეთერში გვერდება. შალვა, საინტერესოა კერძო სექტორში თუ საუბრობენ დიალოგის აუცილებლობას. შეიძლება ითქვას, რომ ყველა მხარე თანხმდება იმაზე, რომ არასტაბილური ვითარება ქვეყნის შიგნით უქმნის გარკვეულ საფრთხეებს, როგორც საინვესტიციო გარემოს, ასევე ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას. თუმცა, ერთი განსხვავებით, მართლ გუნდში ფიქრობენ იმას, რომ უკვე დასრულებული და გადავლილია ეს კრიზისი და შეიძლება ითქვას, რომ ამ კრიზისს ეკონომიკურმა გუნდმა კარგად გაართვა. თავი დღეს პრემიერ-მინისტრმა ისაუბრა იმაზე, რომ კრიზისი ყველა იმ აქციის დროს, რომელიც მიმდინარეობდა ქვეყნის შიგნით, არსებობდა ის რისკებიც, რომ ეკონომიკას გარკვეული საფრთხე შექმნოდა და ის ამბობს იმასაც, რომ ოპოზიციის გეგმა სწორედ ეს იყო, თუმცა როგორც მან დღევანდელ ბრიფინგზე განმარტა, ეს საფრთხეები გადავლილია, ეკონომიკა განაგრძობს განვითარებას, ასევე ლარის კურსი, რომელიც გარკვეული პერიოდით მცირე ხნით იყო გაუფასურებული, მან აღნიშნა, რომ სწორედ სწორი პოლიტიკის შედეგად უკვე არის, ასე ვთქვათ, გამყარებული და მას არანაირი საფრთხე არ ემუქრება. ირაკლი კობახიძემ დღევანდელ ბრიფინგზე ისაუბრა იმაზეც, რომ არანაირი მოწოდებები ოპოზიციის მხრიდან, რომ აქტიურად ჩაერთოს ბიზნესი, ასე ვთქვათ, პოლიტიკურ პროცესებში და რაიმე რისკის ქვეშ დააყენოს ქვეყნის ეკონომიკური განვითარება არ შედგება, ვინაიდან, როგორც ირაკლი კობახიძემ განმარტა, მას 20-ზე მეტ მსხვილ ბიზნესთან ჰქონდა შეხვედრა, გაიარა ყველა ის მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც დღეს ბიზნესს აწუხებს და მან აღნიშნა, რომ მსგავსი კომუნიკაცია მიმდინარეობს აქტიურად და არანაირი რისკები ამ მიმართულებით, რომ რაიმე საფრთხე შეექმნას კონკრეტული ბიზნესის ფუნქციონირებას ან ეკონომიკის განვითარებას არ არსებობს. მოდულ რეჟიმში ხელისუფლება ეფექტიანად მართავს პროცესებს. ჩვენ გვქონდა აქამდე 4 ასეთი მოვლენა და 4 შემთხვევაში გვქონდა მოგლებადიანი რყევა, თუმცა ძალიან მალე დაუბრუნდეთ ქვეყანა განვითარების ორ მიმართულებას. ხო, ბიზნესი კონკრეტულად დაუბრუნდეთ განვითარების ორ მიმართულებას და შეხვედრები ბიზნესის წარმომადგენლებთან, მათ შორის ძალიან მსხვილ სუბიექტებთან, ალბათ 20-ზე მეტ ასეთ ბიზნესმენთან გვქონდა შეხვედრა. სინამდვილეში ყველაფერი არის ძალიან კარგად, იყო დროებითი რყევები, მათ შორის ეს რყევები შეეხო ბუნებრივია ლარის კურსაც, თუმცა ლარი დასტაბილურდა, როგორც კი ძალადობრივი რესურსი ამოეწურა ოპოზიციას. რაც შეეხება რადიკალურ ოპოზიციას, რა ხელწერაც ჰქონდათ მმართველობის პირობებში 2012 წლამდე, ზუსტად იგივე ხელწერით მოქმედებენ დღესაც. ბიზნესში შეჭრა, ბიზნესის თავისუფლების ხელყოფა, ბიზნესის ზეწოლა, ეს იყო მათი ხელწერა 2012 წლამდე და აქაც იკითხება ზუსტად იგივე ხელწერა. თავის მხრივ პრობლემებზე და ინვესტორებთან გართულებულ კომუნიკაციაზე საუბრობს ბიზნესი. დღეს მათ შორის ევროკავშირის საქართველოს ბიზნეს საბჭოს შეხვედრა გაიმართა, სადაც აღინიშნა, რომ აუცილებელია პროცესებში დაიწყოს მოლაპარაკებები, რომელზეც იქნებიან როგორც პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და ბიზნესი. რათა ერთობლივად მოხდეს ისეთი, ასე ვთქვათ, ვითარების შექმნა, რომ ბიზნესს არ გაუჭირდეს ფუნქციონირება ქვეყანაში. ასევე დღეს ბიზნესის წარმომადგენლების გარდა, რომელიც ამ შეხვედრაზე იმყოფებოდნენ, ვესაუბრეთ ეკონომისტებსაც, რომლებიც ასევე განმარტავენ იმას, რომ კრიზისის შექმნა და ბიზნესის ბულინგი, რომ ჩაერთოს გაფიცვის პროცესში, რაიმე ფორმით შეწყვიტოს ფუნქციონირება, არის გაუმართლებელი, ვინაიდან ამან შეიძლება სერიოზული პრობლემები მოუტანოს ეკონომიკას. ისინი ეკონომისტები, ასე ვთქვათ, გამოთქვამენ სურვილს, რომ უფრო ფრთხილად იმოქმედონ, ასე ვთქვათ, პოლიტიკურმა პარტიებმა, როდესაც მსგავსი ტიპის განცხადებებს აკეთებენ, ვინაიდან ეს შეიძლება პრობლემების შემქმნელი იყოს ეკონომიკისთვის და საბოლოო ჯამში კი ეს ყველაფერი გავლენას იქონიებს საქართველოს მოსახლეობაზე. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ბოლო დღეების განმავლობაში აქტიურად მიმდინარეობს ორი ყველაზე მსხვილი ბანკის მიმართ კონკრეტული განცხადებების გაკეთება იმისათვის, რომ ისინი შეუერთდნენ ამ პროცესს, შეუერთდნენ გაფიცვას. აქტიურად სოციალურ ქსელებში, მათ შორის დაწყებულია კამპანია სწორედ ამ მოთხოვნით, რომ შეუერთდნენ აქციაზე გაჟღერებულ მოთხოვნებს ეს ორი მსხვილი ბანკი, თუმცა ასე ვთქვათ, მათი მხრიდან ამ პოზიციის გაჟღერება არ მომხდარა.
ურთულეს ეკონომიკურ და პოლიტიკურ გამოწვევების ფონზე მათ თქვან რა გამოსავალი არის იმისთვის რომ დავძლიოთ ეს პოლიტიკური კრიზისი, როგორც შიდა პოლიტიკური კრიზისი, ისე საგარეო პოლიტიკური კრიზისი. ვინაიდან მე პირდაპირ გეტყვით, ბოლო 34 წლის მანძილზე ვფიქრობ, რომ ეს არის ერთ-ერთი ურთულესი საეტაპო გამოწვევა ჩვენი ქვეყნისთვის და ამიტომ ყველა ერთად ხელისუფლება იქნება ეს ოპოზიცია თუ რიგითი მოქალაქე, უნდა ვიფიქროთ, რომ ჩიხიდან რაც შეიძლება სწრაფად გამოვიდეთ. ჩვენ საუბრობთ ქვეყნის კონკურენტულარიანობაზე, თუ ჩვენ საუბრობთ ქვეყნის ევროპულ მომავალზე, რა თქმა უნდა ეს ვერ იქნება მხოლოდ რიტორიკაში შველი, ის უნდა დაეხმოს კონკრეტულ ბიზნესს, კონკრეტულ საწარმოებს, კონკრეტულ ბიზნესმენებს და სწორედ დღევანდელი შეხვედრა არის მათი აზრის მოკითხვა, მათი ჩართულობა. პროცესები ვერ განვითარდება ისე, რომ დარჩეს მხოლოდ პოლიტიკოსთა და არასამთავრობო სექტორის გადასაწყვეტი. ამიტომ ბიზნესის ხმა უნდა ისმოდეს ისე, როგორც არასდროს. ცალკეული ბიზნესების ხდება ზეწოლა, დაბულინგება, იმისთვის რომ მიიღონ მათ შეუერთდნენ ისინი გარკვეულ მოთხოვნებს, რაზეც ბოლომდე არც არავის აქვს წაკითხული, არც არავინ იცის რა როგორ უნდა შესრულდეს. მაგრამ მიუხედავად ამისა, ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველოს ბიზნესი არის თავისუფალი და ყველა იწევს თავისუფალ გადაწყვეტილებებს. საბოლოო ჯამში ის, ვინც დღეს ბიზნესების ის ნაწილიც კი, ვინც დღეს რაღაცა ფორმით ითხოვს, აქვს გარკვეული პოლიტიკური მოთხოვნები, მათი საერთო რაოდენობა მთლიანი კომპანიების 0.5%-ს არ აღემატება, ასე რომ არ ამგონია რომ ამ კუთხით სერიოზულ განხილვად ღირდეს. როგორც ეკონომისტები განმარტავენ, მიუხედავად არაერთი მცდელობისა, რომ ქვეყანაში შეიქმნას ეკონომიკური კრიზისი, დღესდღეობით პარამეტრები ყველა სახის არის წესრიგში, ეს ეხება როგორც ვთქვათ, ეროვნულ ვალუტას, რომელიც ამ ეტაპისთვის მყარად ნარჩუნდება, ასევე ეკონომიკური ზრდის პარამეტრებს, ასევე აღსანიშნავია, რომ ინფლაციაც სამიზნე მაჩვენებელს ქვემოთაა, შესაბამისად, ეკონომისტები ფიქრობენ, რომ თუ რაიმე არ შეიცვალა და პროცესები მსგავსი ფორმით წარიმართა, არანაირი საფრთხე ეკონომიკას არ ემუქრება. მადლობა, ეს შალვა სუმბაძე იყო.